მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო ჯიპას FM 94.3-ზე. ეთერშია ბიზნესი პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალია ვარ. მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს პოდკასტი ბიზნეს ლიტერატურაზე, წიგნი პოდკასტზე და დღეიდან ჩვენ გვექნება ახალი პოდკასტების სერია, ბიზნესი პოდკასტი, სადაც ქართულ ბიზნესზე ვიქნებით ძირითადად ფოკუსირებული. დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, მაქსის ბურგერის და ბიქსემის დამფუძნებელი ირაკლი გორდელაძე. ირაკლი, მადლობა რომ მოხვედი. მადლობა მოწვევით. ორჯერ უნდა გადაგიხადო მადლობა, იმიტომ რომ პოდკასტის მოწვევამდე ვისაუბრეთ და ვიცი რომ საჯაროობა არ გიყვარს და ამიტომ ძალიან ვაფასებ ამას რომ გამონახე დრო და ვეწვე პოდკასტში. სამ დავიწყებ უშუალოდ შენს ბიზნესზე საუბარს, მინდა რომ უშუალოდ შევეხო ასე თქვა ბიზნეს პოდკასტის იდეას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა იცოდნენ ბიზნესის მიღმა რა ხდება. ანუ იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვინც უშუალოდ ქმნის ამ ბიზნესს, რა გზა გაიარეს, როგორ დაიწყეს და სადამდე მივიდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის ეს ისტორია მოისმინონ და მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს, რომ ბიზნესი დაიწყოს, აქედან ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია შეუძლია მოისმინოს და ინსპირაციის წყაროც გახდეს. დავიწყოთ შენით და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილით ბიზნესის დაწყებამდე მოგვიყვები შენზე. რას აკეთებდი, სანამ ეს იდეა გაჩნდებოდა და როგორ მიხვედი ამ იდეამდე? მადლობა ლევან, წარმატებები ჯერ ერთი, იმიტომ რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ხა იმ შეხვედრაზე, პირველ შეხვედრაზე მომიყევი რისთვის გინდათ ეს პოდკასტი, რას ცდილობთ და რა ინფორმაციის გატანა გინდათ და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია რა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია საბედნიეროდ, ვისაც ეს ენთუზიაზმი აქვს, რომ დაიწყოს რაღაც თავისი რაღაცა შექმნას და მე მიხარია რომ მომრავლდა რა საქართველოში ბევრი პროექტები არის, რომლებიც ეხმარებიან და რასაც გადავალე თვალე ძალიან ხარისხიანად აკეთებთ, რასაც აკეთებთ და წარმატებები. მადლობა ირაკლი. ხო, ჩემზე ესე მაქსიმდე და ბიქსემამდე რა თბილისელი ბიჭი ვარ ჩვეულებრივად, დავიწყე რაღაც რაგბს თამაშობდი, მე შევეშვი, მივედე ლოგოების აპლიკაცია მქონდა გაკეთებული, ლოგოების გამოცნობის, კარგი პროექტი იყო ისეთი, წარმატებული, პირველი თანხები მან დავაწერინე. მე მქონდა რაღაცა საიტი გაკეთებული და პალიტრას მედია ჰოლდინგთან გავაერთიანეთ, გავპარტნიორდი და სადღაც 1-6 თვე პალიტრაში ვიყავი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო რა, ეს ამხელა ორგანიზაცია როგორ მუშაობდა, შიგნიდან რომ ნახე. ბევრი ცოდნა მომცა და ისეთი გამოცდილება მომცა, რასაც დღესაც ვიყენებ. მერე პალიტრას მერე იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არაფერს არ ვშვებოდი, გავჩერდი რა და აი ამ გაჩერებაში რაღაცა დაიბადა იდეა. აი ხო იცი რომ ისე ხარ რა, არ იცი რა ქნა, მაგრამ რაღაცა რო გჭამს რო ქნა რა, ეხა დიდად ესე რომ თავიდანვე აბა ის არა რა, აბა რესტორანი თუ აბა კვების ობიექტი არა, მაგრამ რაღაცის გაკეთება მინდოდა. ნუ რომ ნახე ამ ახალ ის აპლიკაციებთან შეხება რომ მქონდა, იმდენად ტექნიკური მხარე არის, რომ შენ თვითონ უნდა იყო რა ბუნებით. ან ეს პროგრამირება უნდა გიყვარდეს, ან რაღაცა ეს ტექნიკური ტიპი უნდა იყოს, ასე ვთქვათ და ეგ ხნამდულად არ მაქვს რა მე რა და მაგ მიმართულებით მივხვდი რომ არ უნდა მეულო, იმიტომ რომ სადაც კი გავჩერდი, ყველგან იყო რომ დამოკიდებული ვიყავი რა ამ ადამიანებზე რა, ვიღაცა ვისაც უნდა შეექმნა ეს პროდუქტი, რაც მე მინდოდა. აი ამ მოცემულობაში სახში რომ ვიჯექი რაღაცა დრო გამყავდა, რაღაცა გემრიელობებს ვათვალიერებდი ხოლმე ინსტაგრამზე, მე თვითონ რაღაც სენდვიჩებს რაღაცებს ჩემთვის რომ ვიკეთებდი რა, საჭმელად და მაშინ გამიჩნდა ნელ-ნელა წამოვიდა რომ რანდი აი რამე ეგეთი ხო არ და ჩემი მეგობრის მამას და ბიძას ჰქონდათ უკვე მაშინ წარმატებული ქართული რესტორნების ქსელი და ვთხოვე რომ იქნებ აი თუ არის ვარიანტი რაღაცა ეს საქმე მაინტერესებს და რაღაცა ცოდნის მიღების ამბავში რა და აქ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩემ ისტორიაში არის ზუსტად ეს მომენტი, რომ აი ამ ადამიანებმა როგორ გითხრა რა, მიმიღეს ერთია და აი ჩამახედეს აბსოლუტურად ყველაფერს შიდა სამზარეულოში, მასწავლეს აბსოლუტურად ყველაფერი, რა ხდება, როგორ ხდება, აი ყოველ დილიდან გვიან ღამემდე ამ ადამიანებთან ერთად ვიყავი, ან ერთთან და ან მეორესთან მთელი დღის განმავლობაში და აი შიგნიდან უყურებდი რა, როგორ იმართებოდა
ამ პროცესებში ქართული რესტორნების უზარმაზარი ქსელი. ძალიან ბევრი დასაქმებულით, ძალიან ბევრი ოპერაციებით. აი ყოველდღიურად რა. მოგვიყევი მომენტზე, როცა აი დაინახე და ჩათვალე, რომ რაღაც საქმის დაწყება შეგეძლო, აი საიდან გაჩნდა პირველი და მე მახსოვს ფალიაშვილზე, როცა გახსენე პირველი მაქსის ბურგერის ფილიალი შეიძლება მას დავარქვათ, ხო? 30 კვადრატში იყო თუ არ ვცდები, ხო? 24 კვადრატში, ძალიან პატარა. მახსოვს ეს განვითარების ეტაპი, მე თან ცხოვრობდი ვერაზე და ძალიან კარგად მახსოვს ეს. და მე როგორ გადახვედით, გაიზარდეთ, მრგვალი ბაღი იყო, ხო? შემდეგ როცა განვითარდით და ნუ ახლა მიხვედი აქამდე. აი ეს გზა, სანამ ასე ვთქვათ, აი მთელ განვითარების გზას გაივლიდი რა. აი საიდან მოვიდა იდეა, რომ აი გაგერისკა და ნუ როდის ჩათვალე, ასე ვთქვათ, რომ აი აქ ღირდა ინვესტიციის და დროის ჩადება. და მაშინ გამოცდილება არ ქონდა გარდა იმისა, რომ იღებდი ამ გამოცდილებას უშუალოდ შენ მეგობრის ხო, იცი რა ეს ხა თვითონ რაღაცის გაკეთება, აი მანამდეც რომ ეს აპლიკაციების ისინი სულ მქონდა რა, ხა მაშინაც მამას მანქანა ქონდა ნაყიდი ჩემთვის ის გავყიდე და მაგ ფული დავიწყე ეს აპლიკაცია ხო რა, ეს რაღაცის გაკეთება სულ მინდოდა. ეს პერიოდი იყო მამუკამ, რომელიც ბიქსემში და მალხაზე ჩემი პარტნიორები გახდნენ, ერთად დავაფუძნეთ ბიქსემი. მამუკამ მითხრა, რომ იცი რა მზად ხარო რა, უკვე შეგიშო დაიწყეო რა, ეხა უკვე რაღაცა შენი უნდა ქნაო რა. მან საინტერესო არის, რომ თავიდან ფიქრობდი საჰოთ-დოგის გაკეთებას და მანდაც ეგის იყო რა ჰოთ-დოგი ბურგერებს გადახედე, რამხელა ბაზარია რა და მაკედან წამოვიდა რა, ისე ძალიან მარტივად. მონდი ბურგერები გავაკეთოთ, გემრიელი ბურგერი დავსვი, მაშინ ფინანსურად შესაძლებლობა ესე მე თვითონ მარტო არ მქონდა რომ დამეწყო ასე ვთქვათ და ჩემ მეგობარს უთხარი რაღაც ფინანსები მოვიძიეთ და ერთობლივი ძალებით დავიწყეთ რა ეს ამბავი და ისე იყო რა გაიხსნა და წავიდა რა ეხლა მახსოვს დილით 8-ზე ბაზარში მივდიოდი, მე იქედან მოვდიოდი თქვათ რაღაცა გახსნის ამბავში ვეხმარებოდი, ერთი მზარეული ყავდა და ერთი ადამიანი იდგა სალაროში რა და ერთსაც მივაშონებდი, მეორეც მივაშონებდი გვერდში ერთხელ და ესე შრომაშრომით დავიწყეთ. ხშირად აქვთ ხოლმე ეგ მომენტი, როცა იწყებენ, რომ შიში ჩდება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება რაღაც თანხა გქონდეს მობილიზებული, მაგრამ მე რა ხდება, აი მაგალითად გახსნისთვის საჭირო თანხა გაქვს, ჩადე, მაგრამ მე ამას ჭირდება მხარდაჭერა, ხო? მათ შორის შეიძლება ფინანსურადაც ვერ გაამართლოს პირველი 2 ან 3 თვე, ხო? სიტყვაზე რა სტარტაპს ყოველთვის ჭირდება ხოლმე დრო, რომ ასე ვთქვათ, ამოიქაჩოს, ხო? არ ქონდა ეგ შიშის მომენტი, ან აი რაღაც ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ამან არ გაამართლოს. როგორ არის შიში ისეთი რამეა ბიზნესს უთან დაყვება რა გადაწყვეტილებას იღებ გაამართლებს არ გაამართლებს პროცესში სწორად შვები არ შვები როგორ არ არის და მით უმეტეს ახლა სტარტაპს ჩემი გამოცდილებით 1 წელი ქსელშიც კი ახალ ფილიალს 1 წელი მაშინ ჭირდება რომ დაიქოკოს და ახლა წარმოიდგინე სულ ახალს აკეთებ მაგ დროს ესე ვერ დაგეგმო რა და მე მაგ შიშს მოაქვს ზუსტად შეცდომები რომელსაც უშვებ რა იმიტომ რომ შეიძლება სწორ გზაზე დგახარ და მე ყველაზე ხშირად ეგ მომდის ხოლმე რა რომ აი დგახარ სწორ გზაზე და არაფერი უბრალოდ სიარული უნდა რა იმ ნაბიჯების გაგრძელება იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მიდიხარ და შედეგი რო არ ჩანს აი ზუსტად მაგ მომენტში მოდის ხო რა აი რომ რამე ხო არ და აი შემიცვლია გეზი სამწუხაროდ ხშირად ისე აი ერთხელ და ორჯერ არა შემიცვლია გეზი და ხო კარგი არაფერი არ მოუტანია იმიტომ რომ ხა ამ გადმოსახედიდან რო უყურებ არაფერი უბრალოდ უნდა მეულო რა უბრალოდ უნდა მეულო და შედეგი გზაში იყო რა შედეგი ხალხით შემოგიერთდა მე ხო ისეთიც მომსვლია რომ აი შეუცვალე ისე დროს რომ აი იმ ნაშრომმა შედეგი მოიტანა მაგრამ ეს ცვლილება უკვე დაწყებული იყო და რაღაცა აი შედეგს უაცდი ხო იცი რა აი ეგეთ რაღაცას მომსვლია და მით უმეტეს სერიოზული კონკურენტები ყავდა ხო ამ ბურგერებში აი რო დავიწყეთ ხა მაქსის ბურგერი 2016 წელს რო გავხსენეთ მაშინ წამყვანი ბურგერ ბარი იყო რეალურად ვინც შემოიტანა ფაიფსი იყო რა ეს ორი საბურგერი იყო რაც მახსენდება არ ვიცი ხარ მინდა რომ ის გამომივიდეს მაშინ და მაქსიმა ეგრევე ბიუჯეტური იყო ის რაღაც ფიგურირებდნენ ისინი 12 ლარიდან 20 ლარის ფარგლებში და სტუდენტებზე იყო გაწეული ხო და აი მაქსი რაღაცა 5 ლარიანი ბურგერები მოდი ეს ჩემი ბავშვობის გამოძახილი იყო გახსოვს არაფერი არ იყო საერთოდ რომ მაგდონალდში თუ წახვიდოდი და
რაღაცა მაგის ის იყო, რომ ხელმისაწვდომი სკოლის მოსწავლეებისთვის, ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის. ეს სულ მან უნდა ეთამაშა რა, ეხლა არც ერთ ვარიანტში პრემიუმი არ უნდა ყოფილიყო. მაკედან წამოვიდა ბიგსემიც რა, რომ ეთქო ბათუმში ვიყავი და გაზაფხული იყო და ისე მომეწონა, რომ აი რაღაცა მომინდა, რომ ხშირად ჩამოვიდე მეთქი აქ თქო და აი როგორ და მოდი ცოტა ზვირიანი ალბათ ცოტა ისე და აი მან დაიბადა რა პირველი მონახაზები რა ბიგსემის რომ ყოფილიყო რაღაცა ისეთი ბრენდი არა ფეისტ ფუდი არამედ რესტორნის ტიპის ბურგერები რა რაღაცა ყველაფერი მაღალი ხარისხის ყველა შეხება ბრენდთან რომ ისეთი ყოფილიყო რა და უწყარი გამოცდილება რამდენად შესაძლებელია იქ მასპინძლობის კუთხით, სერვირების კუთხით და კერძების კუთხით რა და მან დაიბადა ბიგსემის იდეა. თვითონ აი სახელწოდება მაქსის ბურგერი და შემდეგ ბიგსემი აი საიდან გაჩნდა რა ისტორია ამის უკან? მაქსის ესეთი საყვარელი ისტორია აქვს რომ სტიკერი იყო რა იმის Facebook-ის მესენჯერში ერთ პერიოდში სტიკერები ძალიან პოპულარულად ჩნდებოდა ხოლმე ბევრი და ერთ-ერთი გავდა ჩემ ძმას ძალიან რა, ჩემ უმცროს ძმას და ისე ვეძახდი ხოლმე რა ხუმრობთ რა რაღაც ერთ-ერთი პერსონაჟის ერთ-ერთი ის იყო რა სტიკერი და კაი ტიპი იყო ძალიან რა ის მაგრამ ევასებოდა ეს პერსონაჟი და მაგ დროს რაღაც ბევრი არ მიფიქრია რომ მოგოწონს მაქსის კაი ტიპი იყო ხო რა ეს მაქსი რაღაცა მე რომ აბრუნე აქედან კაი ტიპი გამოვიდა რა და ეს ძალიან მინდოდა რომ რაღაცის ბურგერ ყოფილიყო რა სახელი და ბევრი აღარ მიფიქრია გაურჩიე რა და ბიგსემი თვითონ ამერიკული ბიგსემის ის არსი არის რომ ძალიან ამერიკული უნდა იყოს რა ეს რაღაცა უსაზღრო ეს თუ შეიძლება ეს ფუდ პორნ ტიპი რო იყოს რა რაღაცა ეგიზდევს რა ეს ამერიკა უნდა იყოს თავიდანვე სახელში და ხსემი ყველაზე ამერიკული სახელია მე მგონი რა რეიბო ხო ეს ჩამოუწერე და ცხრილავდი და რაღაცა დიდი სემი ესეთი ტიპი მოუხდა რა მოიხდინა თვითონ და გამოხატავს ალბათ მაინც რა უფრო რა არის რა რასელოდები და მაგიტო ბიგსემი შენ პირველი კლიენტი და პირველი კაკიტო გახსოვს? მაქსის გახსნის დღე მაგ დედის დღე იყო მახსოვს 3 მარტი და ჩემი მეგობარი და მისი მეუღლე, ჩემი მეგობრები მოვიდნენ და მაშინ ტელეფონით ისეთი მქონდა, ფოტოებს ვერ ვიღებდი და პირველი ინსტაგრამის ფოტო მაქსის გვერდზე რომ შეუკვეთეს ის ბურგერები რომ მირთვეს და პირველი ფოტო ზეგდავდეთ რა იმან გადაიღო და ეგ ფოტო წავიდა. რა გრძნობაა როცა ამართლებს ან ხედავ რომ შენ შექმნილს ვიღაც იყენებს სერვისი მაგრამ მიყვარს რა ეხა ხო ეს ფილიალის გახსნის წინ მაგ ხოლმე რა განცდა რომ აი რაღაცნაირი ადრენალინის გრძნობაა რა ისე ვერაფერს ცხოვრებაში სხვა გამოცდილებას ვერ ვატარებ რა ის ბოლოში გაგყავს და გახსნის დღე სხვანაირი დღეა რაღაცნაირი დღეა რა აი როგორ გიხეს ბოლომდე სასიამოვნოსთან ვერ დაარქმევ რაღაცნაირი დაძაბული დღე გაქვს რა თან შფოთავ თან უყურებ რაღაცები შენ თვალს ხვდება შეიძლება სტუმარს არ ხვდებოდეს მაგრამ რაღაცები რო დაგრჩა რო ვერ მოასწარი რო აბა ის აბა მოეწონება აბა როგორია ძალიან შენ თვითონ ძალიან კრიტიკულად უყურებ რა და თან ეს სიამოვნებს რომ ვიღაცა მოდის რა პირველი მოდის მეორე მოდის სანამ შემოვა რა და პირველი გაყიდვაც რაღაცა ისეთი ხო აი დაიძრა რა სასიამოვნო არის საბოლოო ჯამში რა ისეთი ემოციებია რა ბევრი ერთად გეტაკება და ერთ სიტყვაზე ვერ დაარქვი შენ ფილიალებს ნუ სადაც არ ყოფილვარ ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე განწყობას რა თანამშრომლების როგორი განწყობით ხვდებიან ერთი რომ ძალიან მეგობრული გარემოა მეორე ძალიან აინტერესებთ ხო მაგალითად აი მოეწონა თუ არა რა ექსპერიენს მიიღეს ხო ამ გარემოს შექმნაზე რა თქმა უნდა შენ გარკვეულ ძალისხმევას ხარჯობ და შენ პასუხისმგებლობაა ხო ფიქრობ თუ არა ბიზნესში მთავარი ეგ არის რა რომ შენ მათ შორის ეს გარემო შექმნა და მე ეს გარემო არ იყოს ხელოვნური ანუ იყოს ძალიან ბუნებრივი ამ თანამშრომლებისთვისაც რომ შემოდიან ისინი თვითონ გრძნობენ უკვე პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიმართ და რამდენად რთულია ეგეთ გარემოს შექმნა შენი აზრით ხო რა თქმა უნდა ხა მით უმეტეს თავისი არსით ხო რესტორანი არის ადგილი სადაც სტუმარი მოდის და უნდა უმასპინძლო ხო და მასპინძლობაზე გადის რა და ჩვენ საქართველოში დავიბადეთ და საქართველოში ვცხოვრობთ და
ამ ქვეყანაში მასპინძლობის ღმერთები ვართ, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით ქართველები. ყველა ადამიანს სმენია რომ ბოდიში გაწოდიან, რომ ფრენჩაიზის შემთხვევაშიც ყველაზე კარგი საქართველოსია ხოლმე. ბერს უთქვია უცხოელს. ხო, ერთი და იგივე ბრენდზე რომ აქ უფრო კარგად ხო, იმიტომ რომ ჩვენს გენში გვაქვს, ხო, ეს მასპინძლობა, ეხლა ყველგან სადაც არ უნდა მიხვიდე მეგობრის ოჯახში თუ ნათესავთან თუ იქ რაღაცა ყურადღებაზე გადის, ხო, ეს მასპინძლობა, ყურადღება, პოზიტიური დახვედრა, რაღაცა რამე ხო არ გესიამოვნება, აბა ხო არ მიირთმევ, ხო არ რამე ხო არ გინდა, ნუ სტუმარი ღვთისაა, რაც ჩვენ გვაქვს, ხო, ქართველებს გენში გვაქვს ეს და მე ვცდილობ რა, ხა ბიგსემის არსიც და მაქსის არსიც რა არის, სტუმარი მოდის და უნდა უმასპინძლოს და თავისთავად ხა ადამიანები ვის ჩვენთან არიან, ხვდებიან ამ ამბავს და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების, რომ ცდილობენ მართლა გულით რომ უმასპინძლონ. კარგად, იმიტომ კი არა რომ იქ რაღაცა აი ესე მოითხოვებათ, იმიტომ რომ ხვდებიან რასაც აკეთებენ ახლა საქმე მასპინძლობაა რა ჩვენი რა. გემრიელად და ყურადღებიანად მასპინძლობა და მაგას ვცდილობთ რომ გავყვეთ რა. ეგ უფრო მაინც ახლა ჩვენი გუნდის დამსახურებაა, ახლა მე როგორც არ უნდა ვეცადო, აი შენ ხო, ბუნებრივი თუ არ არის, მე ვერ ხვდები, ხო, და აი მადლობა ეკუთვნით მათ, რომ მაგას იაზრებენ და ცდილობენ რომ ყველა სტუმარმა იგრძნონ რა ეს ყურადღებიანი. პასუხისმგებლობით ეკიდებიან. სირთულეებიც გექნებოდა როგორც ყველა ბიზნესს, ხო? და მათ შორის ერთ-ერთი იყო COVID და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაინც აი რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და ეტაპი შენ ბიზნესში, როდის მივხვდი რომ გაგიჭირდა? იცი რა, COVID როგორი მომენტი, ახლა მე გავიაზრე რა COVID-ის მერე რა. COVID რეალურად რო უყურებ შესაძლებლობებიც იყო. თუმცა ძალიან დიდი საფრთხე ყოფილის ინდუსტრიისთვის. კი, რა თქმა უნდა, ვერ გამოყენებული შესაძლებლობებიც იყო. ყველაზე დიდი სირთულე მაინც მე პირადად ჩემი თავი მყავს რა, რომელიც სადღაც სუმეჭი დავება რა რაღაცა გადაწყვეტილებებში, იმპულსურობაში, არათანმიმდევრობაში, რაღაც 1-8 დღეს. ხვალ მე არ ველოდები, მე მოდი აბა ხო არ შევცვალოთ და აი მანდ უფრო ჭიდაობ რა, იმიტომ რომ თუნდაც COVID-ის დროს იყო შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებად შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე რა. რა შესაძლებლობა იყო მაგალითად? იცი, სწორ მოცემულობაში, სწორად უნდა დავხვედროდი და ხა მანამდე პერიოდი მქონდა, რომ კარგად მიდიოდა საქმე, მაგის კარგად მიდიოდა და რაღაც მომენტში რას მიყავდა ეს საქმე კარგად, რადებდა შედეგებს ეს რაღაცა. ყოველდღიური შრომა, ყოველდღიური ყურადღება, სადღაც დავივიწყე რა, იმიტომ რომ წარმატება მოვიდა რა. მერე ხო იცი ძნელია რა, გიჭირს თავი და ხმა COVID-ის დროსაც ესეთი ძალიან კარგი შესაძლებლობა გამომიჩნდა, რომ მეთქვა, რომ იცი რა, COVID-ის ბრალია. და აბა რა ვქნათ ხალხნო, COVID-ია და პანდემია რა, ეს მგერაც ძალიან კარგი გამართლება იყო, რა. პანდემია მაგ დროში ამ პანდემიაში ხო აი რაღაცა რთულია ხო რა და ამ დროს პირიქით ეს პანდემია შესაძლებლობა იყო, იმიტომ რომ მუშაობდა მარტოკვების სფერო. პანდემია შესაძლებლობა იყო, რომ ბევრ სხვა ადამიანს გაეცანე, ახალი მომხმარებლები შეგეძინა რაღაცა, შენი ბრენდი უფრო ცნობილი გამხდარიყო, ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ეგ ხარისხი ძალიან დაგვივარდა რა, რაღაცა მოწოდებლებზე ვიყავი დამოკიდებული, რომელსაც პროდუქცია უბრალოდ გაუქრათ. ხა რაღაც მომენტში მაქსი ძალიან ქვევით ჩავიდა რა, 2.50 ღირდა ერთი ბურგერი რა მაშინ და ძალიან ბიუჯეტურ სეგმენტში თამაშობდა და ამ ბიუჯეტურ სეგმენტში სადღაც მე თვითონ გადავწყვიტე რომ ხო რა იცი რა, აი ისეთი ფასი ღირს, ხო აბა ეხა როგორ და ხარისხს ყველა ითხოვს რა, იქ ისე ღირს თუ ასე ღირს ადამიანი შემოდის რომ მიირთვას და გემრილა თუ არ მირთვა ხვალ აღარ მოდის. სადღაც მაქსის ეგ პრობლემები გაუჩნდა ხარისხის და ხო, აი ეს ხარისხის პრობლემები ისეთი რამეა რა. ყველა არ გეტყვის, მაგრამ ნუ აღარ მოდის უბრალოდ და ხა რო არ მოვა ამტკიცე რო ამიტო და ამიტო. თანამშრომლობის შენარჩუნებაც ერთ-ერთი გამოწვევა იყო მაგ დროს. ჩვენ ხა ეს პრობლემა პირველი ტალღის დროს დაიხურა ფილიალი ჩვენი, იმიტომ რომ სკოლები, უნივერსიტეტები ისინი თან ჩვენ ძირითადად ადგილზე ვმუშაობდით, ხა ნაკლებად მაშინ გლობალურზე შეკვეთებით, ან ფიზიკურად მაგ ბიუჯეტში ხელა საკომისიო მიდის ხოლმე, რომ რაღაცა მზადაც არ ვიყავით, როგორ გვემუშაოდა. პირველი ერთი თვე პირველ ტალღაზე დაკეტილები ვიყავით რა და იმდენად მერე გახსნიდან მაშინ თან ფილიალი ავიღე პანდემიამდე 2 კვირით ადრე
ხელი რომ მოვაწერეთ ხელშეკრულებას ზუსტად ერთ კვირაში ლოკდაუნი გამოცხადდა რა. ხო და ნუ რაღაცა ეს ფილიალი რო გავხსენით და დაახლოებით თვენახევარში დავკეტე რა. იმიტომ რომ ნუ ვერ. და ახლა ბევრი მიზეზი ვეძებე რა და ახლა სანდღაც ერთ წელიწადში მივხვდი რომ პრობლემა იყო თვითონ ბრენდის ხარისხში. და მაშინვე თქვათ ის ამ ფილიალის დაკეტვის მერე ისედაც გადავაწყეთ რა მენიუს შევცვალეთ რაღაცა ხარისხიან პროდუქტებზე გადავედით და ფასით შესაბამისად ცოტათი აუციეთ, მაგრამ მაინც ძალიან ბიუჯეტური დარჩა მაქსი რა და იმის მერე აი ყოველწლიურად ეტაპ მოვყვებით, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს კვების სფეროში აი სახელგატეხილი ბრენდის ფეხზე დაყენება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია და ჩემ პარტნიორს მაშინ ველაპარაკებოდი, ესე მირჩი ბიქსემს ჩემ პარტნიორს, რომ ანუ რებრენდინგი, ანუ არ ვიციო, ზოგადად ძალიან რთულიაო რა და აი რაღაც მაგის მუღამიც გამიჩნდა, რომ აბა თუ დავაყენებ ფეხზე რა და სადღაც რო ვიგრძენი რომ ფეხზე დადგა რაღაც ეგ მომენტიც ძალიან სასიამოვნო იყო რა, იმიტომ რომ ხო დღეს არის მაქსი ყავს ბევრი ძალიან ბევრი თავის ერთგული სტუმარი, რომელსაც მართლა უყვართ რა, იმიტომ რომ მარტო ის რომ ბიუჯეტური იყო ადრე ვთქვა. დღეს უკვე ძალიან გემრიელია მართლა. ხარისხობრივად კი ბიუჯეტური და ბიქსემი უფრო ხარისხზე ორიენტირებული. ბიქსემი პრემიუმია რა, სხვა ბიუჯეტის ბურგერებია რა. სეგმენტებით შესაბამისი. კი, ბიქსემი სხვა სეგმენტი. როგორ ხედავ დღეს მაქსის ბურგერს და ბიქსემს და რას ნიშნავს დღეს შენთვის ეს ბრენდები და რას ფიქრობ საზოგადოებისთვის რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის? ადრე იცი სხვანაირად უყურებდი მაქსის რა. ადრე იყო რომ ხო აი ბიუჯეტურია და აი ბიუჯეტურიდან ამოდიოდა რა მთელი მისი არსი და იაფი იყო ხო და დღეს უკვე რომ უყურებ არის თუ აი თბილისისკენ საქართველოსში პოტენციალი აქვს რომ ერთ-ერთი წამყვანი ქართული ფესტფუდის ბრენდი იყოს რა. ეს ფრენჩაიზი არ არის, ხო რაც ყველაფერი ორივე არის თავიდან ბოლომდე კი. თავიდან ბოლომდე აქ არის ყველაფერი რაც კი რამე აქ დაბედებული, აქ მოფიქრებულია რა. აი მე მინდა რომ რაღაცა რამდენიმე წელიწადში მაქსი უკვე იყოს ერთ-ერთი ლიდერი. გასვლასაც აპირებს საქართველოს. მე ჯერჯერობით საქართველოს ვფიქრობ რა და ნახოთ ხა როგორ გამოვა ხა რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება რომ გითხრა რომ კი აბა რა და ჩვენ ფრენჩაიზი იქნება ყველა ქვეყანაში, მაგრამ ნუ საქართველოსთვისაც ძალიან დიდი წარმატება იქნება ხა ჩემთვის რომ ტრაფიკების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ეჭერს. რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს ხა დღეს რო უყურებ მონაცემებს, დღეს რო უყურებ მომხმარებლების რაოდენობას, აი რიგებს რომლებიც დგას დახლებთან, რავი აჩვენებს რომ შეუძლია. თავარია რომ რაღაცა გავყვეთ ამ ამბავს და საქმე არ გავიფუჭოთ. ბიქსემი თავისი არსით ეხა სულ ის იყო რა, რაღაცა ისე ვხედავდი რომ სტანდარტების დამწესებელი რაღაცა ისეთი ბრენდი იყო რა, პრემიუმ ბრენდი და ბიქსემში ხა ძალიან მეხმარება ჩემი პარტნიორები ჭაშნაგრიში ვინც საქმე მასწავლეს. მათთან მივედი ამ იდეით რომ თქვენ ხარ ჩაერთვებით და როგორ გითხრა ხა იმ ხარისხის და იმ კლასის ბიზნესმენები ჩაერთნენ მან რომ უფრო მარტივი იყო რა ბიქსემის შემთხვევაში გაკვალ უგზას მიყვებოდა რაღაცეებზე და ნუ აი ამ ადამიანებმა იმ ხელა ცოდნა მომცეს ერთი და მე ყოველდღიურად ისეთი ხარისხის რჩევები შემიძლია და შემეძლო მიმეღო რომ შედარებით სხვებთან შედარებით რა ვიცი შეუძლია რა ბიქსემს აქედან გამომდინარე რესურსი აქვს ისეთი რა ცოდნაზე დაყრდნობილი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შემდეგ ხერხემოდის ყველაფერი, იმ ხელა გამოცდილებაზე დაყრდნობით აშენდა თვითონ, რომ ხო მანდაც იყო ეს პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით ჭირდა რაღაცა გასტაბილურება, მაგრამ ეგ თვითონ მაშინ სფეროშიც პრობლემები იყო რა ჩვენთან ახლა კვების ინდუსტრიაში კი გახსოვს შენახდებოდა. რომ დადგა უკვე ისე მიდის რა, ბიქსემი დღეს ხა 3 ფილიალი გვაქვს და დაგეგმილი გაფართოებაც არის რა, რაც ერთი წლის თავზე 6 იქნება რა უკვე რა და ბიქსემი უფრო ისეთია, პრემიუმ ტიპი არის და ვცდილობთ რომ ყველა წერტილში სადაც შეეხები რა, იყოს რაღაცა ხარისხის განცდას გიტოვებდეს რა. მაგ პარალელურად რო გავავლოთ ერთ ძალიან საინტერესო ფილმია Founder, ნახეთ იქნება, ლაკდონის დამფუძნებელზეა. აი გროქსე.
ძალიან ერთ-ერთი ასე თქვათ სერიოზული სირთულე არის გაფართოება, ხო? და აქ ჩანს კიდევაც რომ გაფართოება კარგი არის, მაგრამ ძალიან უჭირთ ხოლმე იგივე ხარისხის შენარჩუნება და ეს კაციც ამას აწყდება, ხო? როცა ფრენჩაიზინგს იღებს, მაგრამ მიდის შტატში და მერე აღმოაჩენს რომ ვიღაც პარტნიორები ვინც შემოდიან რაღაცებს ამატებენ, ხო? იქ რაღაც სხვა მენიუ, იქ სხვა მენიუ, ძალიან რთულია ამის სტანდარტიზება. შენ შემთხვევაშიც აწყდები ეგეთ პრობლემას, ანუ ერთია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის გაფართოება, მაგრამ მეორეა რომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და არ მოხდეს რაღაც სხვა ახალი კულტურების შემოტანაც ორგანიზაციაში ან თუნდაც რაღაცების შეცვლა. და რამდენად უძალიანდები ამას თუ გქონია ეგეთი გამოცდილება გაფართოებასთან ერთად. აი სხვა კულტურა ცოტა ნაკლებ, მაგრამ ზოგადად გაფართოებამ შეიძლება დაგღუპოს კიდევაც რა და ეგ ყოველთვის არის დიდი რისკი. იმიტომ რომ რო ფართოვდები პირდაპირ მნიშვნელობით და ყველაზე ისე დეტალებამდე რო დავიყვანოთ, ხო, რას შვები დგები და შენი გამოცდილი თანამშრომლების თქო, თუ ერთი ხარ და ორი ხდები, შენი გამოცდილი თანამშრომლების ნახევარი გადადის მეორე ფილიალში, ხო? შესაბამისად აქ მოწყვლადი ხდება. არსებულ ობიექტზე გინახევრდება გამოცდილება და იქაც ხო ნახევარი ის ხო ისედაც ახალია და ამ ადამიანებისთვის ახალი ობიექტია, პლუს ეს ახალი აყვანილი თანამშრომლები გყავს. რომლებიც ამ კულტურას უნდა მოერგონ, ამ წესებს უნდა მოერგონ, ამ რითმს უნდა მოერგონ და იმ თუნდაც შენ რომ მოგწონს რომ აი რაღაცა გააზრებული მასპინძლობა რო იყოს, აი მაგას უნდა მოერგონ რა და ეს უკან ოპერაციები ბევრი ისეთი ოპერაცია რომელიც უნდა ააწყო და გადააწყო ერთი და მეორე რომ დაიჭირო გემო, ხო? ეხლა თუ თქვათ ერთ ფილიალში იჭერ რაღაცა გემოს და რაღაცა სტანდარტს იგივე ლევანი რომელიც ეხლა დღეს აქ იყო და ხვალ იქ მოდის იგივეს ელოდება, ხო? იმიტომ რომ იგივე წერია და მანდ რისკია რომ შენი არსებულის დაკარგო. და მანდ რაღაცა ყიფე ხდება რა ეს შენი სტაბილურობა თუ ორჯერ მეტი არ იმუშავდა, სამჯერ მეტი არ იმუშავდა. აი გამოცდილებაც გქონია რა და ამიკეტავს ფილიალი 1-იც და 2-იც, იმიტომ რომ აი გაფართოებას ცოტა უყურებდი როგორც აი გარემონტდა, ლაიტბოქსი დაიკიდა და დაიდგა ხო, ჩაირთო ღუმელი და აბა დავაიდა. ვერა ეგრე რა. იმიტომ რომ თუნდაც ის ახალი ის კი არა რომ შემომტანე პირიქით შეიძლება ამასაც გაკარგინებდეს რა. მთელი რიგი ოპერაციები უნდა დააწყო, ადამიანები უნდა სხვანაირად უნდა მოიმზადო, ყოველი გაფართოებისთვის სხვანაირად უნდა მოიმზადო, იმიტომ რომ თვითონ მთლიანად შენი კომპანია იცვლება მაგ დროს, და თუ ვთქვათ ახლა IBXM-ის შემთხვევაში ორი ფილიალი იყო და მესამე დაემატა და რადიკალურად შეიცვალა ყველა ოპერაცია, იმიტომ რომ არ იძლევა საშუალებას რა. თუ ვთქვათ მენეჯმენტი მართავდა ორ ფილიალს, მესამე დაემატა. იმას თავისი ყურადღება უნდა, ხო? იქ თავისი კადრები უნდა, თავისი რაღაცა ლოჯისტიკა არის დასალაგებელი, ასე შემდეგ. თავისი სპეციფიკა აქვს იმ უბანს და ასე შემდეგ. გადაწყობა უნდა, რაღაცებს გათვლა უნდა, რაღაცებს უბრალოდ ვერ გათვლი და უშუალოდ აი ხო აი რაღაცა სტარტაპის ტიპის იმით უნდა აი რაც მოხდება იქვე უნდა ჩაასწორო რა და ყოველთვის უნდა იცადო შეცდომებს დაუშვებ აუცილებლად და უნდა იცადო რომ აი მინიმუმამდე გქონდეს დაყვანილი რა აი გააზრებით თუ არ ქენი და ხა ეგრე მიქნია გაუაზრებლად რომ აი ხო აი აქ ხო შვებით იქაც ვიზავ რომ აი თითქოს ეხა რა გითხარი ისეთი ხო რაც ცხადი არ არის მაგრამ გავიწყდება რა პროცესში ჩართული რომ ხარ გავიწყდება ელემენტარულები და ერთი ორი ელემენტარული შეცდომა შეიძლება შეძვირი დაგიჯდეს რომ ძვირი გაკვეთილია რა სწავლო ან გძვირი და შეიძლება დამღუპელიც იყოს რა კედელთანაც მიგიყვანოს სანამ აი პოდკასტში ასე ვთქვათ დავждებოთ მაგამდე ქონდა საუბარი და ძალიან საინტერესო რაღაც თქვი და ძალიან მინდა რომ აქაც გავიმეორო შენ თქვი რომ მარტო ესე ვთქვათ სურვილი და მიწოლა არ არის საკმარისიო ხო აი იგივე თქვი რომ კი მნიშვნელოვანია რომ რაღაცას გაყვე მაგრამ ამის მიღმა არის კიდე ძალიან ბევრი სამუშაო ხო ანუ მენტალურად მზად უნდა იყო იმისთვის რომ რაღაც გზა უნდა გაიარო და რაღაცა შეიძლება არ გაამართლოს მათ შორის ხო მაგრამ მაინც ანუ ეს მარტო სურვილი არ წყვეტს ხო ეგეთ რაღაც თქვით ხო აი რომელი მომენტია ლევონიც შენ ახლა დაიწყო იმითი რომ რაღაცა იქ ემინემის მუსიკას ჩართავ და აბა დავაი შევჭამ ყველაფერს გამოუშვით და რაც არის მიუყვები და ხო დაწვავ რა მაგ ენთუზიაზმს სადღაც და ეს ენთუზიაზმის იქით ხო მაგითი ხო არ ხდება ხო ყოველდღიური შრომები არის საქმეები არის რომელიც ყოველდღე უნდა აკეთო საქმეები არის რომელიც კვირაში რამდენჯერმე უნდა აკეთო საქმეები არის რომელიც თვეში რამდენჯერმე უნდა აკეთო
ეს საქმეები რომ შენ უნდა აკეთოს, სხვა რა არ გააკეთებს და ეს შენ როგორი შემართებითაც არ უნდა იყოს, ის მაინც საკეთებელია. ხო, ეს მუდმივი მუშაობა, იმიტომ რომ იქ უნდა იყო, იქ რო ხარ, ყველაფერს ხედავ და იქ შენ იღებ ამ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ შენ იცი როგორი უნდა იყოს. ხო, და ეს ენთუზიაზმი კი რა თქმა უნდა კარგია, ხო, თუნდაც ის რომ ის დიდი მიზანი რაც ყველა ბრენდს ჭირდება, ეს დიდი მიზანი იმიტომ გჭირდება, რომ თუნდაც იმ სწრაფმა წარმატებამ არ გაგაფუჭოს, რომ მე მინდა ფული ვიშოვ და უცებ ფული წამოვიდა და მე აზრს კარგავ, ხო, იმიტომ რომ აი ამ ყოველდღიურ შრომას რაღაცა საკვები ჭირდება. ეს საკვები არის ზუსტად ის ბრენდის იდეა, ბრენდის არსი, რაც შეიძლება გქონდეს, ხო, ის საქმე, რომ არ ვიცი, ბევრი დასაქმებული ყავდეს თუ წარმატებული იყო, თუ ბაზრის ლიდერი იყო, თუ ანტრეპრენერი გირქვას თუ არ ვიცი, რა არსით შენ გაქვს და რა მიზანით შენ გაქვს, მაგრამ რაღაცა გჭირდება, რაც გიკვებავს იმას, რომ ყოველდღე ადგე და ყოველდღე იმუშაო და ეს გადის 8 საათიან შრომაზე და 10 საათიან შრომაზე არ გადის რა, გადის არ ვიცი როგორ ვიყავ 14 საათს რომ მუშაობ და რო რჩები და რო ფიქრობ რომ ხوار დავაკელე კიდე აი მაგაზე გადის რა. ეს თან შენ ითვლი ამას, არავინ არ ყავს დამთვლელი და არავინ არ გეტყვის რომ აი ხოჩა რამდენი იმუშავე. შენ იცი რომ რასაც არ იმუშავებ დააკლებ. და რასაც დააკლებ ყველაფერი გაგიფუჭებს რა. სულ ცოტა იმ ხარისხს ვერ მიიღებ. ეგეც კარგ ვარიანტში და ცუდ ვარიანტში შეიძლება დაგამთავროს რა. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია რა, რომ აი სტაბილური მიზანმიმართული ნაბიჯები დისციპლინა. ამიტეს მიღვა დისციპლინა მაგაზე გადის. როგორ გამოცდილება იყო ახალგაზრდა მეწარმე საქართველოში? აი საქართველოს ჩემი პარტნიორი და მასწავლებელი ერთ-ერთი კვირის წინ საუბრობდით რა მაგაზე, ორი კვირის წინ და მაგას მეუბნებოდა რა, რომ აი აკრო ადამიანი, აკრო ბიზნესმენი წარმატებას აღწევს, ის აი გამორიცხულია ქვეყანა იყო, სადაც წარმატებული 10 ჯერ წარმატებული იქნება და 20 ჯერ. იმდენად პატარა ბაზარია საქართველოს. ქართული სპეციფიკა პატარა ბაზარია, ხო შესაძლოა და ხო არ გპატიობს შეცდომას რა. არ გპატიობს, იმიტომ რომ პატარა ბაზარი არის, იმიტომ რომ ესეთი ბაზა ბიუჯეტური არის ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ხო და სადაც არ არის კონკურენცია დიდი რა, არ გაპატიებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს ახლა თქვა მეგაპოლისში არ ვცხოვრობ და არ გვაქვს რაღაცა 5 მილიონიანი და 10 მილიონიანი ქალაქები საქართველოში, რომ შეიძლება ახლა იმხელა ნაკადი გქონდეს პირობითად კვების ბიზნესში თუნდაც, რომ ერთი ადამიანი შემოდის, შეიძლება საერთოდ აღარ შემოვიდეს, მაგრამ იმდენი სტუმარი გყავდეს მაინც დღის განმავლობაში, რომ აუდიხარ, თუნდაც სხვა ხარისხს აუდიხარ. აქ რაღაცა უმაღლეს გთხოვს რა. თან დაკავშირებულია ეს ხალხი ერთმანეთთან, თავის მოსაზრებებს უზიარებს. აი არ გპატიობს რა და აქედან გამომდინარე სულ გიწევს, რომ აი შენ სულ განვითარდე, იმიტომ რომ არ ვამფრო სხვაგან რაღაც სხვანაირად არის შეიძლება, მაგრამ იქ შეიძლება უფრო გპატიობდნენ და ჩვენთან ძალიან პატარა ბაზარია იმისთვის, რომ განმეორებითი შეცდომები გაპატიოს რა უნებ რა. ხო და მაგის იქით ახლა საინტერესოა თან და თან ისეთი ახ ქვეყანაში რაღაცას ქმნი გიხარია ეს სამოქალაქო პასუხისგებლობის მომენტი რო არის რაღაცას აკეთებ თქვა ადამიანებს ასაქმებ თუ რაღაცას გდოულაც ქმნი ხო ქვეყანა შენ წილს შეიძლება პატარას მაგრამ მაინც ხო ქმნი რა და ეგრეც ასე ამნო განცდა მაინც რა სიტყვები 20 წლის საკუთარ თავს ან მათ შორის ახალგაზრდა ადამიანებს ვინც შენ გისმენს და ვისაც უნდა თავის ბიზნესი დაწყება 20 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი რომ ჩამოაყალიბე რა გინდა და იარე ამ ბიზნესკენ ყოველდღიურად ისწავლე და ითვისე ის რაც ამ ბიზნესთვის გჭირდება და არ შეწყვიტო სულ არ შეწყვიტო მუშაობა არ შეწყვიტო ენერგიის ხარჯვა ამ ბიზნესთვის რა და არ გადაუხვიო აი არ გადაუხვეს ვეტყოდი ბიურჯი რა ცოტა ხმამა არის ხოლმე ცდუნება რომ განებდე დაბრუნდე ხო აი გადაუხვ აი მოდი სხვა რამე და მოდი სხვაგან და ის ყოველთვის მოაქრა შედეგი რა ის სწორ ძალის ხმევას მით უმეტეს სწორ წერტილში სხვა შედეგებამ და შეიძლება მიგიყვანოს რა და აი უნდა აი რისთვის შრომობ ეგ ხოლმე და აი რისთვის შრომობ ეგ უნდა ჩამოაყალიბო ჯერ აუცილებლად მარტო შრომა არ არის ხო იმიტომ რომ ერთია შრომა მეორე არის შედეგისთვის შრომა ხო კი
და მესამე არის ცნობიერი შრომა ამ შედეგისთვის, რომ აი ეს შედეგი რომ დაგიდგეს რა უნდა აკეთო, ხო, რა, აი რა უნდა აკეთო. ძალიან კაი რაღაც თქვი, ძალიან ბევრს აქვს ხომ ეგ მომენტი, რომ აი შრომობ და მე რაღაც თითქოს ეს აქვს რა, ფრუსტრაცია აქვს, რომ აი ეს შრომა არაფრისკენ არ არის მიმართული. თუ არ არის რაღაც მიზანი, ან თუ არ იცი რის გამო შრომობ, ახლა შენ ძალიან კაი რაღაც თქვი, ხო, ხშირ შემთხვევაში რჩება ეს შრომა და კარგავ დროს, კარგავ ენთუზიაზმს და საერთოდ მოლოდინებით ძალიან ცუდი გაქვს და მე გეშინია რომ რაღაც ახალი დაიწყო, ხო? არის ეგ მომენტიც. კი, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს რამე ახალი ხორისთვის იწყებ. ეგ უნდა იცოდე რომ რა გინდა. თუ სულ რომ აი ფინანსურად ვიყო მყარად, ხო, თქვა აი ამისთვის ვიწყებ, ხო? ეგ ხო სტაბილურობაზე გადის, ეს ფინანსურად კარგად იყო, მაშინ რაღაცა ისეთი უნდა შექმნა, რაც სხვას ენდომება, რომ იმაში თანხა გადაიხადოს. ესეთი რომ შექმნა, იმ ხარისხის უნდა შექმნა, რომ ადამიანს თანხა გადაახდევინა, ხო და შესაბამისად ეს შრომაზე გადის და უნდა იცოდე რას ქმნებ. უნდა იცოდე ის ანუ გააკეთო, იმიტომ რომ გააკეთო შედეგს არ მოგცე. ხა მიხვიდე, იმიტომ რომ მივედი და შენ თავს გულად დაუწერ, ხა ეგეც მიქნია, რომ აი შემოვიარე როგორ არა, მაგრამ იქ რა ხდება რომ მიხვედი, აი რა ჩაასწორე, რას დააკვირდი, სად გაამყარე ვთქვათ ის სწორი ნაბიჯები, სად გადააზღვია რა სწორი ნაბიჯები რო არ გადადგმულიყო. მაგაზე გადის რა ყოველდღიურად. ახლა ამარტო ამ სფეროში არა, ხო ყველგან ეგრე არის, ხო? მათ შორის აქაც ხო შენ არჩევ ვთქვათ სტუმარი ვინ მოვიდეს, რა თემაზე ისაუბრო, რომ შენ მსმენელს ხარისხიანი პოდკასტი მიაწოდო, ხო? იმიტომ რომ ის შენ ზრუნავ რა ინტერესებს შენს მსმენელს და არა თქვა რა ინტერესებს ყველას ზოგადი, შედი რომ ყველას უნდა და არავის არ უნდა, ხო რეალურად რა. მაგაზე გადის, შრომაზე გადის და რაც უფრო კონცენტრირებულია ეს შრომა და რაც უფრო მიზანმიმართულია ეს შრომა და რაც უფრო ნაფიქრი ნაბიჯებით ხდება. მით უფრო დიდ შედეგებამდე მიდის და მე რაც უფრო სტაბილურია და თუ დინამიკაში აიღებ, ხო, შეიძლება 3 წელი და 4 წელი ნელა-ნელა მიდიოდეს, მაგრამ 5 წლის თავზე არა, აი დაუგეგმავ შედეგებამდეც მივუყვანი ვარ მე რა, თუნდაც ახლა ბიქსემის შემთხვევაში ჩვენ რომ განვიხილავდით თქვათ და პროგნოზი რომ გავაკეთეთ ფინანსური და რაც გეგმა იყო რომ დაიქოქებოდა და ესე იქნებოდა თუ ისე იქნება ბიქსემის ისე საპილოტოდ ვაპირებდით პანდემიამდე დავიწყეთ და ბერლინში გვინდოდა ძალიან გახსნა რა და რომ დავიწყეთ რაღაც პროგნოზი რაც გავაკეთეთ საბურთალოს ფილიალზე დაახლოებით არ ვიცი როგორ გითხე ხო 5-6 მეტი მქონდა შედეგი დადებული რა ხო და აი ეგ იმიტომ რომ ეგ შედეგი მოიტანა რაღაცა ყოველდღიურმა აი ხარისხის დევნამი იქ ხო და ეგ არის რა მიზანმიმართული შრომის შედეგი სხვა შედეგებია რა შრომა რა თქმა უნდა ისე თუ ასე შრომა ყოველთვის რაღაცა შედეგს მოგიტანს კი აი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რჩევა მაინც რო უთხრა რა ადამიანს ვისაც უნდა რომ ხა დაიწყოს დღევანდელ საქართველოს ბიზნესი რას ეთყოდი რა უნდა გაითვალისწინოს მთავარი რა არის ან რა სფეროში შეუძლია რომ ცადოს შენი რეკომენდაცია იპოვოს რაც უყვარს ყველა ვარიანტში იპოვოს რაც უყვარს რაც არ გიყვარს იმას ვერ გააკეთე არ გეყოფ არა ეგ ენერგია არ გეყოფ ვერ ადგები რა არ ადგები აღარ მიხვალ რა სადღაც შედეგი შეიძლება დაადო მაგარი შედეგი დაადო მაგრამ გაჩერდები დაიკარგება რა იპოვოს რაც უყვარს იმ სფეროში რა შეუძლია ყველაზე კარგად გააკეთოს რა ჭირდება ცოდნა თუ რესურსი თუ ასე შემდეგ მოიძიოს იცოდეს რა აქ და ანუ რეალურად გაცნობიერებულად იცოდეს სად არის როგორ არის რა ჭირდება იმისთვის და აი ესე ნაბიჯ ყოველდღიური მუშაობით გაყვეს და აუცილებლად მივა შედეგამდე რა ჩვენ არ გამოთქვამი რომ ჩემი საუკეთესო ცადე და შედეგი არ მქონდა და რომ შენი საუკეთესო ცადე შედეგი ყოველ ვარიანტში გექნება ხო როგორ ესე იგი სხვა რაღაცა ცადე და არა შენი საუკეთესო აი გამბავია რა ოღონდ აი ის რომ რა კიდე მეორე რჩევასაც დავუმატებდი რომ იმიტომ კი არ ქნას რომ აი რაღაცა ვქნა და გამოჩდება არა აი გააზრებულად გადახდეს იმიტომ რომ ეგ ისეთი ნახტომია რა უკან ვეღარ მოხდები როგორ ხდება სად ხედავ მაქსის ბურგერს და ბიქსემს 5 წლის შემდეგ მაქსის როგორც გითხარი რა მან ძალიან მინდა და ხა ყველაფერს ვიზავთ რომ მან მივიდეს რა რომ იყოს რაღაცა 10-12 ფილიალი
ქვეყანაში და იყოს წამყვანი ქართული სტრაფიკოების ბრენდი საქართველოში დაბადებულ და არის რამდენიმე ისეთი ხა მარტო ბურგერებში კი არა ზოგადად სხვა სტრაფიკოების არის და სხვა პროდუქტს ყიდის, მაგრამ არის და მინდა რომ რაღაც მანდ თამაშობდეს, რომ მოიხსენიებოდეს რა, აი ბაზრის ლიდერებში ერთ-ერთი მოიხსენიებოდეს, როგორც ბრუნვით და ბრუნვა მოაქვს ხარისხს და კმაყოფილ მომხმარებელს რა. აი მანდ მინდა რომ იტრიალოს რა აუცილებლად და მუდმივად იყოს რომ რაღაცა აი საქართველოს ეს იყოს რა ერთ-ერთი საუზიტო ბარათი ტურისტებისთვის რომლებიც ჩამოდიან რა და ამბიციური განაცხადია. ხო, კი. ამბიცია უნდა გქონდეს რაღაცა სრულიწყებები, ძალიან მნიშვნელოვანი. რო შევაჯამოთ ჩვენ საუბარი, რა სიტყვით ჩვენს აუდიტორიას შენ გამოცდილებიდან, შენ რა ისწავლე, აი ამ გზაზე, რაც გაიარე, ძალიან მნიშვნელოვან გზაზე და რა არის რაც ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს. შენი აზრით. პირველი მნიშვნელოვანი რაც ეხა წინასწინდებაში გითხარი რომ ეს მიზანმიმართული შრომა რომელსაც არ უნდა გადაუხვიო რყევები არც ერთ საქმეს არ უყვარს და თუ რაღაცა დაიწყე და უყურებ რომ შედეგს გაძლევს მაგას უნდა გაყვე აუცილებლად რა ეგ ერთი და მნიშვნელოვანი და რჩევებთან გამკლავება რო გირჩევენ რაღაცა რჩევებთან გამკლავება ხო იცი რჩევების ყველა გირჩევს ყველა გირჩევს და ყველა რაღაცას გირჩევს არავინ არაფერს არ გირჩევს რეალობაში ხომ აქამდე დადის რა და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რასაც ვეტყოდი არის რომ თვითგანვითარება არ შეწყვიტონ და მეწარმისთვის ძალიან ეხა რაც ეხა აღმოვაჩინე არის რა რომ შენ ხო გონებით მუშაობ ყველაზე მეტად რა და ეს რაღაცა მენტალურად და ფიზიკურად ესეთ ჯანსაღი ცხოვრების იმას უნდა მიყვებოდე როგორც სპორტსმენი რა იმიტომ რომ სპორტსმენი ჩვენ რო გვიყვარს ვარსკვლავები და ყველაზე წარმატებულები ვინც არიან ის ადამიანები აი ძილიც კი მათთვის რაღაცა ერთგვარი ვარჯიშია ხო აი ძილიც დაგეგმილი აქვს ის რაღაცა რამდენი საათი უნდა ეძინოს და როდის დაიძინოს და როდის გაიღვიძოს მაგასაც ეგრეხება რო იწყებს ხო იქ თავისი რაღაცა გაწელვების რუტინა თავისი ვარჯიშის შემდეგ აღდგენის რუტინა კვება თუ სუნთქვა თუ არ ვიცი ეს ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით თავიანთი ცხოვრება აქვს გაწერილი ისე რომ შედეგი დადონ და დებენ კიდევაც მაგ შედეგებს და ხო რა ხა ფინანსურ ნაწილშიც არიან იქ სადაც არიან ზუსტად მაგიტო და აი ალბათ ეგ არის რაზეც ცოტა საუბრობს ახლა იშვიათად შემხვედრია მე შეიძლება მე არასწორ ადგილებში ვეძებდი მაგრამ ახლა ზოგადად ახლა მენტალური ჯანმრთელობა და კი მაგრამ მე ვამბობ რომ უშუალოდ მეწარმის ცხოვრება უნდა იყოს ძალიან დისციპლინირებული. და ეგეც ალბათ უნდა ისწავლებოდეს რა მაგდონეზე, რომ აი რა რეჟიმში უნდა ცხოვრობდე, რომ მაქსიმალური შედეგი დადო. იმიტომ რომ ერთია რომ რაღაცა ნაბახუზებზე გადაწყვეტილებებს იღებ და იქ რაღაც ლაღად და მხიარულად თუ დაღლილად და გამოუძინებლად და მეორეა დისციპლინირებული რო ხარ გამოძინებული და რაღაცა გადაწყვეტილებებს დილით იღებ, რაღაცა გადაწყვეტილებებს საღამოს, რაღაცა საქმეებს გვიანაკეთებ, ხო? ტყუილა ხო არ არის რომ ეს ყველაზე მდიდარი ადამიანების ცხოვრებას რო გადახედავ დღეს რაც ამოდის, ყველა გეუბნებს რაღაც 5 საათის კლუბი დილით რო იღუძებენ თუ ის რაღაცა ვარჯიშის რუტინა თუ ის ხა გინდა ბილ გეიტსი აიღე, გინდა ჯეფ ბეზოსი აიღე, ყველა მაგას გიყვება, რომ აი ამას უთმობენ ძალიან და ამაში დროს ხარჯავენ. რომ მან ფოკუსირებული ხარ შეიძლება მოკოქილი ხარ. კი. ეგ არის რაზეც ხა ჩვენთან ცოტა საუბრობენ ალბათ მაინც რა. ქართული სპეციფიკა მაგას როგორ ეგუება? ნუ უნდა შეიღოს. როგორი მომენტია იცლევან რასაც არ იზავ რა შენ და გაკლდება თორე რომ ვიღაცა ადგება და იზავს და იქნება წარმატებული რამეთი არაფერი. შენ რო არ იზავ ალბათ ერთი ბიბლიოთეკა იქნება ყველა ადამიანს მოყვებათან, ვინც არ ქნა და მიზეზი რატომაც არ ქნა, რატომაც ვერ გამოვიდა, მაგრამ ის ვინ გვახსოვს ჩვენ და ვინ ვიცით და ვის ვიცნობთ ხო და რომელ ბრენდებს ხო ვინც გააკეთა. და რატო არ გამოვიდა? მაგას ხო არავინ არ უსმენს რა. ეს ჩვენ ტკივილია რომ აი ამიტომ არ გამოვიდა და მეგობარს მოუყვებით და ის გეტყვის რომ რა ცუდია მაგრამ. რატო არ გამოვიდა არავისთვის საინტერესოა რა. აი რა გააკეთე რომ გამოგეყვანა. აი მანდარი რა და ამიტომ შენ რაღაცა ყველაფრით უნდა ეცადე რომ ეს შენი გამოყვანის შანსები გაზარდო რა და
კიდე მე ვამბობ, რომ თუ შენ გონებით მუშაობ, შენი გონება რაც უფრო ფორმის პიკთან ახლოს არის, მით უფრო მაღალ შედეგებს დადებ, ხო? ისე კაი იქნება მაგ თემაზეც რო ყავდეს ერთი სტუმარი. მე მოვუსვენი დიდი სიამოვნებით რაღაცა, აი თვითონ მეწარმე და ის რაღაცა მეწარმის რეჟიმი და აი ეგეთის ხო რა, საინტერესო იქნებოდა რა. უსეინ ბოლტი მახსენდება 4 წელი ემზადებოდა იმისთვის 2 წუთი ერბინა. რომ ხელა ის არის მენტალური ამბავია. დირექტ ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს კი ვურჩევ, რომ გამოყვეს ჩვენს Instagram, Facebook გვერდებზე, ასევე გამოგვიწერეთ YouTube-ზე. გემშვიდობებით, ნახვამდის.